Today, Russia represents a fundamental threat to Europe's security. დღეს რუსეთი მთავარი საფრთხე ევროპის დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის. ის მიისწრაფვის ეტაპობრივად დაანგრიოს დემოკრატიული სისტემა და გაბატონდეს დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. ამ მიზნის მისაღწევად ის ცდილობს შეასუსტოს და დაანაწევროს ტრანსატლანტიკური საზოგადოება. უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევამ მისცა რუსეთს საშუალება კონფლიქტის მოგვარების გზა დაერჩია მოლაპარაკებები. სამყაროს ჩვენს ნაწილში მათმა პასუხმა არავინ გააგვირვა. რუსეთი არასდროს იყო მზად კეთილსინდისიერი მოლაპარაკებებისთვის. ამის ნაცვლად მან გააორმაგა ცინიკური სამხედრო კამპანია და იყენებდა ტერორს, როგორც უკრაინელების მორალური გაანადგურების საშუალებას. რუსული უპილოტო საფრენი აპარატების და ავიაგამანადგურებლების მიერ პოლონეთისა და ესტონეთის საჰაერო სივრცეების დარღვევამ დაადასტურა მოსკოვის მზადყოფნა წავიდეს უფრო მეტ რისკსა და ესკალაციაზე. ეს ომი სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარეობს. დაწყებული კიბერთავდასხმებით დასრულებული მათი დაშინებით, ვინც პუტინის წინააღმდეგია. რუსეთი ამახინჯებს სიმართლეს უკრაინაში მის მიერ წარმოებული ომის შესახებ. აუცილებს სიცრუეს ევროპის, ჩვენი მოკავშირეებისა და ჩვენი ინსტიტუტების შესახებ. ეს სცენარი უკვე კარგად არის ცნობილი ევროპის დიდი ნაწილისთვის. სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ საქართველოში რუსეთი გარკვეულ წარმატებას აღწევს. მოლდოვაში ეს ჯერ ვერ მოხერხდა, თუმცა ბრძოლა გრძელდება. ჩემს ქვეყანაში ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ პრორუსული დეზინფორმაციული ვებგვერდები ბევრად მეტ კონტენტს ამზადებენ, ვიდრე ტრადიციული მედია საშუალებები. მათმა გზავნილებმა ჩვენი საზოგადოების ზოგიერთ ფენაში ფესვები გაიდგა. ჩვენი ამოცანაა გავაკეთოთ ბევრად მეტი, რაც ჩვენს ინტერესებშია. დეზინფორმაცია თავისით ვერ გაქრება. ეს ქმნის პარალელურ რეალობას. მასში მოხვედრა მარტივია, თუმცა გაცილებით რთულია მისგან თავის დაღწევა.